ენგურჰესის როგორც ძეგლის განვითარების კონცეფცია წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნიკოლო ზანთიძის თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მიმზიდველი სივრცის მოწყობა. გეგმის მიხედვით ადგილზე უნდა აშენდეს საბაგირო გზები, ვიზიტორთა სახლი და მუზეუმი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის სექტემბერში მიენიჭა. ვფიქრობ განვითარებაზე ენგურჰესის როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის მისი ტურისტული მიზიდულობის ამაღლებაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით, მუზეუმის დაარსებით, გადასახედი მოედნების მოწყობით, სხვადასხვა ატრაქციების მეშვეობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდება ტურისტულ მარშრუტებს შორის. ეს არის ძალიან სერიოზული საინჟინრო ნაგებობა და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უსვა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიფიქრა ის ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება აქ. აქ შეიქმნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც იქნება გაცოცხლება ამ ძეგლის. წლის ბოლოს გვექნება ჩვენ დეტალური პროექტი უკვე ამ ყველაფრის შესაბამისი ბიუჯეტით და ვფიქრობ 2017-ში გადაიდგება ის პირველი ნაბიჯები, რაც აუცილებელი ეს არის სამუზეუმო სივრცის მოწყობა, მსოფლიოში შეიძლება ითქვას ყველაზე მაღალი ლიფტის მოწყობა.